სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ჩვენთან არ ღმერთს. პირველ რიგში მადლობას ვუხდი ამ მონასტრის წინამძღვარს და საზმოს, რომ საშუალება მომეცა თქვენთან ერთად მსახურებაზე ყოფილიყავი და თქვენთან ერთად წმინდა ზიარებას მივახლებოდი და მამა მარკოსმა უთხრება მომცა, რომ მორიოდეს სიტყვა მეთქვა თქვენთვის ამ დღესასწაულთან დაკავშირებით მომელოცა. შევეცდები, რომ არ დავღალო თქვენი გონება და არც სხეული, იმიტომ რომ დაღლილები ბრძანდებით პროცესას ამ ხელგზაზე ამოდიხართ, მაგრამ ორიოდე სიტყვით მაინც ვეცდები, რომ გითხრათ იმ მთავარი რამის შესახებ, რომელი მთავარი რამეს დღევანდელ სახარებაში ითქვა. ღვთისმშობლის არც შობა, არც ტაძრად მიყვანება, სულ ყველა დღესასწაულია, რასაც მე ახლა ვთვლი, არც შობა, არც ტაძრად მიყვანება, არც მისი მიცვალება, რომელსაც ჩვენ მიძინებას ვუწოდებთ, არც ერთი სახარებაში მოთხრობილი არ არის. მსგავს ისტორიას თქვენ მე ვერსად ვერ ვაჩვენებთ სახარებაში. მაგრამ რა დღესასწაულიც არ უნდა იყოს ღვთისმშობლისა, კარდახარებისა. ყოველთვის ვკითხულობთ ერთ და იგივე ისტორიას, რომ მაცხოვარი შევიდა ერთ დაბაში, იქ იყო ერთი ქალი მარიამი, რომელმაც მიპატიჟა სახლში და დაждდა მის ფეხებთან და ისე ისმენდა მაცხოვრის სიტყვას, მეორე მისი დაიქცა სუფრაშლიდა და მოვიდა და ეუბნება, რომ მარტო დამტოვა ჩემადამო და ძალიან ცხოვრო დამეხმაროსო უთხარიო და ეუბნება, რომ მართა ზრუნავ და შფოთხავ. მრავლისათვის აქ ერთის არის, ანუ აქ თავარი და უპირატესი ამან ამოირჩია, თუმცა კი ისიც აუცილებელი საქმიანობა. და ეხლა იმ თავარის შესახებ მინდა გითხრათ, რაზეც აი თქვენი ყურადღება მინდა გამახვილდეთ დღევანდელი სახარებიდან, რომ ამ დროს, როდესაც მაცხოვარი ქადაგებს, ერთი ქალი ადგება და ეტყვის მას, ნეტარარს მუცელი, რომელმან გითვირთა შენ და ძუძუნი, რომელთას წოვდი შენ. მაცხოვარს ეუბნება აი ამ სიტყვებს. მაცხოვარი ამ სიტყვების მოსმენის შემდგომ ყოველგვარი, ესე იგი, არც უარყვია ეს ამბავი, პირიქით დაადასტურა კიდე. ნახეთ რა შეუბნება არამედ, ეს ძველ ქართულად ასე რომ ჟღერს არ გეგონოთ, რომ არამედ უარყოფას არ ნიშნავს, არამედ ნიშნავს იმას, რომ კი გეთანხმები ამაში და დამატებით იმასაც გეტყვი, რომ ნეტარარს, რომელმაც ისმინოს სიტყვა ღვთისა და დაიმარხოს იგი. ყველა ღვთისმშობლის დღესასწაულზე იკითხება ეს სიტყვები. და მე მინდა იცოდეთ თითოეულმა თქვენგან, რომ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ჰქონდეს ამისი პოტენციალი, რაც ჰქონდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს. და რა პოტენციალი ჰქონდა, რა გააკეთა მან? სიტყვა ღვთისა დაიტია თავის წიაღში, პირდაპირ მნიშვნელობით. დაიტია სიტყვა ღვთისა, ანუ ქრისტე იესო, რომელსაც ჩვენ სიტყვა ღვთისას უწოდებთ, მეორე ჰიპოსტას ყოვლადწმიდა სამებისას, მან თავის წიაღში დაიტია და მისგან იშვა. ოღონდ ეს არ ყოფილა მხოლოდ ხორციელი მოვლენა, ეს იყო განსულიერებული ადამიანის მიერ ღვთის სიტყვის მიმღებლობა, რომელიც მისგან იშვა. მაგრამ ღმერთი გეუბნება, იესო ქრისტე გეუბნება, რომ გასაგებია ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა ეს რომ გააკეთა, ყველასთვის გასაგებია, იმიტომ რომ აგერ ვარ მე. ფაქტი ამისა, დადასტურება ყოველივე ამისა მე გახლავართ. ამბობს თვითონ მაცხოვარი, მაგრამ ყველა მსმენელ სახარებისას ეუბნება, რომ ნეტარარს ისეთივე ნეტარიო, ნეტარარს მუცელი, რომელმან გითვირთავ, ანუ ღვთისმშობელზე ხო არის ლაპარაკი. იქვე ეუბნება ნეტარარს მუცელი, რომელზეც ქალი ეუბნება და თვითონ ამბობს ნეტარარს, რომელმაც ისმინოს და დაიმარხოს. ანუ თვითონ ჩვენ განს გვაქვს ამისი პოტენციალი, რომ განამარტო ვისმინოთ ღვთის სიტყვა, არამედ დავიმარხოთ ღვთის სიტყვა ჩვენში, რაც იმას ნიშნავს, რომ ღვთის სიტყვამ იესო ქრისტემ თითოეულ ჩვენგანში შეიძლება დაივანოს. დაივანოს არა მხოლოდ გარეგნული ფორმით, რომ მოვედით და ვეზიარეთ და არაფერი არ შეიცვალა ჩვენში, არამედ მინდა გითხრათ, რომ ქრისტეს სისხლი ჩქებს თითოეული ჩვენგანის ძარღვებში და როგორ? რატომ არის აკრძალული ჯულის მიერ, რომ არანაირი ცხოველის სისხლის დალევა არ შეიძლება? არ შეიძლება, იმიტომ რომ ის სისხლს უერთდება და არ შეიძლება ჩვენში რაღაცა ცხოველურმა გენეტიკა მიმძლავროს. და როდესაც ჩვენ რეალურად ქრისტეს ხორცსა და სისხლს ვეზიარებით, ეს არ არის არანაირი სიმბოლო, ეს არ არის არანაირი რაღაცა მოჩვენებითად
მითითება რომ თითქოს ის პურია და ეს არა ქვია ჩვენ ხორცად ვებულობთ არა რეალურ ხორცს რეალურ ქრისტეს ვეზიარებით ამ შემთხვევაში ესე გამოდის რომ ჩვენს ძარღვებში სისხლის ქრისტეს სისხლი ჩქებს და თითოეული ჩვენი ხორცი ქრისტეს ხორცით ივსება მაგრამ ეს არ უნდა დარჩეს მხოლოდ ხორციელი გაგებით არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რომ ასე ვიფიქროთ და მხოლოდ ხორციელად ვივსებოდეთ არამედ სულიერი გაგებით სიტყვა ღვთისა ნიშნავს იმას რომ დაიმარხოთ თან იგი ნიშნავს შენახვას ამისას რაც მოისმინეთ ამის შენახვას ამის ცხოვრებაში განხორციელებას ნიშნავს კი შეგვიძლია არ ვილაპარაკებ ბერძნეთ მაგრამ მაინც და უღალატეთ ჩემს სიტყვას და გეტყვით დასასრულს აი ასე რომ გავიმეორებთ ეხლა ნოამარკოს მეუბნებული რომ დღევანდელი მიძინება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა ჩვენი გაღვიძების დღე ყოფილიყოს გაღვიძებისა იმისა რომ ჩვენში ქრისტეს სისხლი ჩქებს გაღვიძებისა იმისა რომ მეტი ადამიანობა გვმართებს გაღვიძებისა იმისა რომ ცოდვა უნდა დავტევოთ გაღვიძებისა იმისა რომ ჩვენ უფრო მეტი უნდა შევძლოთ ვიდრე შეგვიძლია იმიტომ რომ ღმერთი შეგვაძლებინებს ამას არა ადამიანური ჩვენი ბუნება არამედ არა არის რომელიც არ შეუძლია ღმერთს რა არის ისეთი რაც ღმერთს არ შეუძლია ამიტომ ქრისტიანმა თქვას რაღაცაზე მე ის არ შემიძლია დამნაშავეა უკვე იმიტომ რომ ის ეყრდნობა საკუთარ შესაძლებლობებს და არა ქრისტეს შესაძლებლობებს ამიტომაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გახლავთ ესეთი ხიდი ესეთი კიბე თითოეული ჩვენგანისათვის ზეცაში აღმავალი რომელიც ქრისტესთან გვაერთებს რომელმაც მაგალითი მოგცა რომ შეგვიძლია მივიღოთ ეს სიტყვა და დავიმარხოთ კიდეც და გავიღვიძოთ კიდეც მისი მიძინებით როდესაც გვესმის მისი მიძინების შესახებ რომ გავხდეთ იმაზე უკეთესები ვიდრე ვიყავით აქამდე ამინ დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ევანგელი ქრისტეს აქაურობას ამონასტერს ძვირფას მამებს ბერებს მოღვაწეებს შემომწირველებს გალობლებს განსაკუთრებულად გადასარევი გალობისთვის იცოცხლეს და გაიხადა გორძანდით ჯვარს